ახალი შანსი ახალი შანსი გადაცემა აღმოაჩინე და გაიცანი. სწორედ ამ გადაცემით შედგა ჩემი ურთიერთობა ტელეკომპანია ახალთან და დღეს ჩემი როგორც წამყვანის დებიუტის და აღმოჩენა სწორედ ამ გადაცემით იქნება. მე მარიამ პატაშური ვარ, ძალიან მიყვარს ხატვა და უკვე უამრავი კონკურსის თუ ფესტივალის გამარჯვებული ვარ. თუმცა ძალიან მიყვარს ჟურნალისტობას და დღეს პირველად ვიქნები როგორც გადაცემის წამყვანი. ახალი შანსი გადაცემა კი დღეს წიგნის ახალი შანსის დაბადებაზე მოგიყვებათ. სადაც შესულია სხვადასხვა პროექტებში მონაწილე ავტორები. მოდით გავიცნოთ ისინი. ახალი შანსი მოდი გაგვეცანით. დავითვისიკოთ. რამდენი წლის ხარ? 18. როდიდან დაიწყე წერა? 2 წელია დაახლოებით. როგორ წერ და მუზე როდის მოდის? რა ვიცი, ესე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება რამეს ვაკეთებდი და უცებ მომინდეს წერა რამის. სამომავლოდ რას აპირებ? სამომავლოდ უნივერსიტეტში ჩავარებას და სწავლას რა. წაგვიკითხე რაიმე ისეთი ლექსი, რომელიც ჯერ არ შესულა წიგნში. კი ბატონო. დავიბადეთ და მოკვდებით ერთად. ამას ვამბობდით ყოველ ღამისას. ცივი ქარის დროს ფანჯრებთან მკივა, სასტიკად მწარედ დიდა შენია. პარასკევია წითელი ფერის, მაგრამ ჩვენთვის შავია თეთრში. ეკლესიიდან გამორბის ხალხი შენს დასაცავად შემოშმაკი. გამოიღვიძებს მალე კვირტები, ვიცი გიყვარდა მწვანე ფერები, მონატრებად და მოგონებებით დამრჩება მარად სატარებელი. ცხემლები მომდის წერის წუთებში, ვერ მხედავ ალბათ შემოძამიკო, თვალებს ვიხოკავ, დავიწმენთ წყლიანს, მოლოდინში ვარ, უცვლელად ვზივარ. მოხრავდით, როცა გვინდოდა გვეთქვა, როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთად ვშტვენა, რა დამავიწყებს იმ ღამის სიტყვებს, დავიბადეთ და მოკვდებით ერთად. წარმატებებს გისურვებ და ჩვენგან ეს წიგნი და პატარა სუვენირი სამახსოვროდ. ეს წიგნი ყოფილიყოს წარმატების მომტანი შენს თითგზაზე. ახლა კი გავიცნოთ შემდეგი მონაწილე. მე ვარ ნინო ჯანელიძე, რამდენი წლის ხარ? 17 წლის. როდიდან დაიწყე წერა? წერა დავიწყე ღამმა ბავშვობიდან, თუმცა რამოდენიმე პერიოდი შევწყვიტე და მე ისევ თავიდან გავაგრძელე. როგორ წერ და მუზე როდის მოდის? მუზე მოდის, როდესაც რაღაც მაწუხებს, თავისუფლად არ ვგრძნობ თავს, არაკომფორტულად ვარ და ეს ყველაფერი უბრალოდ მომშვიდებს. სამომავლოდ რას აპირებ? სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ, ფსიქოლოგობას ვაპირებ და შეიძლება ცეკვაც გავაგრძელო. წაგვიკითხე შენი რაიმე ჩანაწერი. წაგიკითხავთ პატარა ჩანაწერს, სათაურად არის მზისკენ სახით. არის მზე, რომელიც მხოლოდ ცაზე კი არ ანათებს, გულშიც ინთება, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. ფანჯარაზე ჩამჯდარ მტვერს მზე ედებოდა თბილად, მობიერად, თითქოს პატიებას თხოვდა იმისთვის, რომ ამდე ხანს არ გამოენათა. ნანას თუნთქვა ჯერ კიდევ არეული ჰქონდა, თითქოს შიგნით რაღაც გაბზარულიყო. დედამ დილით უთხრა, არ წახვიდე დღეს სკოლაში, ასე არ უნდა წახვიდე, მაგრამ მაინც წავიდა. გიო კი მას აღარ დახვდა. წარმატებებს გისურვებ და მინდა გადმოგცეთ პატარა წიგნი და სუვენირი და წარმატების მომტანი ყოფილიყოს შენი ცხოვრების თითგზაზე. მადლობა დიდი. ჩვენ კი შემდეგი მონაწილე გავიცნოთ. მე ვარ გვანთა ძიძიგური. რამდენი წლის ხარ? 17. როდიდან დაიწყე წერა? ბავშვობიდან მე მქონდა მიდრეკილება მსგავსი შემოქმედებისადმი და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში მივიყავი ხელი ამ საქმიანობას. როგორ წერ და როდის მოდის მუსიკა? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაქვს თავისუფალ დრო და როდესაც ჩავფიქრდები, ხშირად მოდის ის რაღაც ერთი წერტილი, რომელიც არის მთავარი რომ დაიჭირო და უკვე შემდგომ ვცდილობ, რომ ეს ჩემი აზრები და ფიქრები გადავიტანო ფურცელზე. სამომავლოდ რას აპირებ? გავაგრძელო სწავლა წარმატებით და გავხდე ფილოლოგი. ახლა კი წაგვიკითხე შენი რაიმე ლექსი ან ჩანაწერი. წამი, რომელიც მარადია. იყო ერთ დროს წამი უსასრულოდ მოკლე, თითქმის უხილავ, როგორც მზის სხივი, რომელიც შტილში ცურდება და ქრება, სანამ თვალს დაახამხამებდე.
თუმცა იმ წამმა შემახსენა, რომ სიცოცხლე მხოლოდ მოლოდინში არ იშლება, ის სუნთქავს იქ, სადაც ვერავინ ელის. მთვარე ფრთხილად იპარებოდა ღრუბლებში, ცაცსიჩუმის ჭრილობებს კერავდა და ღამესაც თითქოს ეძინა, როგორც დაღლილი ფერმწერის ფუნჯი ხელში. მე კი ვიჯექი ფანჯარასთან და ვუსმენდი, როგორ ფრთხილობდა ქარი, რომ ფოთლებისთვის ძილი არ დაეფრთხო. იმ სიჩუმეში რაღაც ახლებური დაიბადა. არა ფიქრი, არამედ შეგრძნება. ისეთი სიტყვების, რომ არ ემორჩილება, რადგან თავად არის სიტყვების დაბადების ადგილი. იქნებოდა ეს სიყვარული? იქნებოდა დანაკლისი? იქნებოდა პასუხი, რომელიც კითხვად ვერასდროს ჩამოყალიბდა? არ ვიცი, მაგრამ მაშინ მივხვდი, წამი, რომელიც ბოლომდე ვერ ჩავიჭირე, ჩემს შიგნით ჩარჩა და დღესაც, როცა სუნთქვა მიჭირს, ან როცა ბედნიერი უკითხავად მოდის, სწორედ ის წამი მახსენდება, როგორ მტკიცდება, რომ არ გვჭირდება საუკუნე იმისთვის, რომ მარადიული გავიგოთ. სიცოცხლე შესაძლოა წამია, მაგრამ ის წამი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი სამყარო დაიტიოს გულში. წარმატებებს გისურვებ და ეს წიგნი და პატარა სუვენირი ჩვენგან სამახსოვროდ ყოფილიყოს წარმატების მომტანი შენი ცხოვრების დიდ გზაზე. მადლობა ძალიან დიდი. ეს სამივე მონაწილე მათმა პედაგოგმა გაგვაცნო და მithახმებით, რომ ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ასეთი გზამკვლევი მასწავლებელი გვყავს. ჩვენი სტუმარია ანა შვანგირაძე. გამარჯობათ, მე გახლავართ ანა შვანგირაძე, პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. როგორია, როდესაც ხართ თანამედროვე მოსწავლეების მასწავლებელი და თქვენც ხომ აწერთ? დიახ, რა თქმა უნდა, მეც წერ, მეც დაახლოებით წერა მათ ასაკში დავიწყე, ძალიან საინტერესოა ბავშვებთან ურთიერთობა, ეს უდიდეს სიყვარულს უკავშირდება და თითოეულ მათგანში არის ახალი სიახლე, ახალი მზე, რომელიც კაშკაშებს და ანათებს. როგორი გრძნობაა, როდესაც ხართ თქვენი მოსწავლეების გზამკვლევი? პირველ რიგში ეს მასწავლებლის მოვალეობაა და უდიდეს სიამოვნებას მარნიჭებს, რა თქმა უნდა. ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე იყო. არც მზიად ფორდა სამყაროს და არც უსხი წუხებდა თავს. ნაცრისფერი იყო ცა რატომღაც ამ ბოლოს დასჭირდა უფერობა. თითქოს საცაა დანამდება მიწა. ოთახში სივრცეს მივაშტერდი და ვცდილობდი უსულო საგნები მოძრავ საგნებად მეკცია. რაღაცნაირად გული მზეს ჩემულობდა, თუმცა ღრუბლებს ისე მჭიდროდ ჩაეჭიდათ ხელი, ვერადა ვერ მოახერხა მზემ გადმონთხევა. სამაგიეროდ დარდი მეღვინთებოდა, საწოლის ირგვლივ მოუსვენად ვწროდი. ხან ერთ მხარეს ვიცვლიდი გვერდს, ხან მეორე მხარეს. ზოგჯერ ზეწრებში გავეხვეოდი და ცრემლები მისით მომდიოდა. დიდი უჩვეულო დღეა, ძალზე მოცაწყენი, ზლანზვი წამოვდექი. გარდერობის კარები გამოვაყე და ხელში რაც მომხდა სწრაფადვე გადავიცვი. სამზარეულოში შევარდი, ჩაიდანი გაზღურაზე შემოვდგი და ყავის მოდუღება შევუდექი. ჩქარობდი, ნივთები ერთმანეთში მერეოდა, ყავა თერმოში მოვათავსე, კეპი დავიხურე და სულ მოუთქმელად გავარდი, თითქოს სული მეხუთებოდა. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი სად მივიჩქაროდი, უბრალოდ უნდა გავსულიყავი. ჰაერს ხარბად დავუწყე ჩასუნთქვა, გამლოლები უცნაურად შემომყურებდნენ, რაც კარგ გუნებაზე მაყენებდა, რადგან ვერც კი ხვდებოდი ადამიანებში ამ დოზით ცნობის მოყვარეობა როგორ იღვიძებდა. ჯანდაბ ამათი თავი ვფიქრობდი და ნაბიჯ უფრო ვუჩქარებდი. ვერც კი გავიაზრე ისე აღმოჩნდი ტაძრის წინ. ხალხი ირეოდა, არ მიყვადა ხალხმრავლობა ტაძრებში. ყოველთვის მეგონა, რომ ამ დროს ღმერთს ძალზე უმძიმდა. ადამიანები საეჭვეთ დაეხეტებოდნენ წმინდა ეზოში, მზაკული მზერით გაცქეროდნენ ხატებს და მათი სახე უფრო ნათლად იკვეთებოდა სანთლის შუქზე. შემაჟრჟოლა, საშინელი განცდა და მეუფლა, ნაბიჯსაც ვეღარ ვდგამდი. ალბათ ეს ადამიანები ჩემს ცოდვებთან ერთად ძალზე მამძიმებდა, განსაკუთრებით ფარისევლობა მძაგდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გულწრფელი ადამიანები იშვიათად დაეხეტებიან, თუმცა არც თუ ძნელი შესამჩნევი არის ნამდვილი წრფელი ადამიანების სახის გამოცნობა. ცხადია, ამ ადამიანებს არ გავდნენ. გულში ისიც კი გავიფიქრე, რომ რაღაც შემეშალა. ალბათ მათ ყურადღებას ვიქცევდი, უჩვეულო ქცევით, რაც ნაკლებად მაღელვებდა. მე მხოლოდ ღმერთს ვგრძნობდი და ვითავისებდი, რომ ყველა ადამიანში ღმერთი ცხოვრობდა, რომელსაც აღმოცენა სჭირდებოდა, სიახლოვე, სიფრთხილე და საზრდოობა. თვალები მაგრად დავხუჭე, ცისკენ დახუჭული თვალებით დავიწყე ცქერა, საოცრად ბნელოდა, როგორც ამ ადამიანებში, რომლებიც გაურკვევლად ახეტიალობდნენ მათთვის ნაცნობ, თუმცა უჩვეულო ადგილას. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, ყელში რაღაც მიჭერდა, უცნაური ძალა მეუფლებოდა, გონება ბევრ რამეს ითვისებდა, მახსენებდა და ამავდროულად მზარავდა, თუმცა ძლიერ ხელს ვგრძნობდი.
ნაბიჯის გადავდგი, შემდეგ სვლას ვუმატე და ტაძრის კუთხეში ჩავიკეცე. ერთხელ კიდევ გავიაზრე უფლის ჯვარცმა, შემაჟრჟოლა, საშინელმა უფლმა დამასხა, მხოლოდ ერთ აზრს უტრიალებდი, რომ არაზრს მინდოდა შევცვლილიყავი, ბოროტებამ ძაგდა, რომელიც ხშირად ამტვრევდა ფიქრს და სხვა ბედნიერი ადამიანების ხარჯზე ჩემი ცხოვრების გზის ფიქრისკენ მიმაქანებდა. არ გავბოროტდები, არ ჩამოვშლი ჩემში ადამიანს, ხშირად ვუმეორებდი საკუთარ თავს და ტაძრის კედლებს ათრთოლებული ტუჩებით ვეხებოდი. ძალა მოვიკრიბე, უკვე აღარც ადამიანები მახსოვდა. ღვთისმშობლის ხატის წინ ვიდექი, თვალებით მივშტერებოდი და სიმშვიდე მეუფლებოდა. სანთლის შუქი მაქრთობდა, თუმცა ნათლად კვეთდა დედა ღვთისას, მის ნუშისებ თვალებს, თხელ თითებსა და მიმქრალ სახის ნაკვთებს. უბიწო არსება ყმით ხელში ღვთიური იყო. ადამიანების ხმამ შემაწუხა, ამბორით გამომემშვიდობე ღვთისმშობელს და წამოვედი. რაღაც მომესმა კიდეთ ჩურჩული ტაძრის ეზოში და ჩემკენ მომართული მზერა, ჩამეცინა. არც ის მინდოდა ამ ადამიანების საქციელზე მეფიქრა. დრო გასულიყო. ოდნავ საშეფერადებულიყო. ჩიტები საოცარ ხმებს გამოსცემდნენ, თითქოს ღმერთს უგალობდნენ. ბევრი ვიხეტიალე, ადამიანებს ვუცქერდი, ვაკვირდებოდი, ბევრჯერ ჩამეცინებოდა, ბევრჯერ კი სევდა შემოწოლილი თავს ჩავქინდრავდი. მათი უცნაური მზერა მიკვირდა. ფიქრობდი, რატომ აფიქრებდა სხვა ადამიანების ყოფა, მათი ტკივილი თუ ბედნიერება, რომელიც ვინ იცის, როგორ ეფინებოდა მათ. თუმცა მკვეთრად ირეოდნენ ქალაქში ადამიანები, უბრალოდ ანისამოსით, წყრალი მზერითა და თითებში გამზდარი სიშავით, რომელსაც მურცხვად მალავდნენ მაღაზიის სალაროსთან. ხშირად შემიმჩნევია, როგორ სწრაფად მოქმედებდნენ, როგორც ცდილობდნენ თითებთან ერთად მცირე სურსათის დამალვას. ალბათ ვერ უძლებდნენ გაზულუქებული ადამიანების მზერას, მათ გაკვირვებულ სახეებს, თუ როგორია გრამობით კვება, დღის ლუკმა პური და მონატრებული ტკბილეულის გემო. ჯანდაბა, ეს ხომ ჩაული ცხოვრების კრედოა, არაფერი იცვლება ყველაფრის მიუხედავად. ამ ფიქრებში გართულს გამახსენდა, რომ პური მჭირდებოდა. სახლისკენ წამოვედი, ქუჩის კუთხეში ფუნთუშებისა და პურის საცხობი იყო. რამდენიმე ადამიანი რიგში იდგა. ჩემი ჯერიც მოახლოვდა, თუმცა ჩემ წინ მდგომი ადამიანი დახთამგარ ქალბატონს პურს და რამდენიმე ფუნთუშას თხოვდა. საოცრად გამოიყურებოდა, ძველი შარვლითა და მოსაცვლით. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ამ ტურის ბუხში გახვეული ეს დასაცმელი და მისი ჩაშავებული თითები რაზე მიანიშნებდა. ვუმზერდი, სანამ ქალბატონი ფუნთუშებსა და პურს ჩაულაგებდა. ყველაფერი ჩააწყო და თანხის გადახდის დროც მოვიდა. შეიშმუშნა, თითქოს დაპატარავდა. ეს უბრალო ადამიანი, ჯიბეში ხელი ჩაასრიალა და ალბათ სწრაფადვე შეკრთა. ხურდაფული უხმოდ დაყარა სალაროსთან. ქალბატონი დაწვდა, უკვე მიმხვდარიყო, რომ საკმარის თანხას ვერ აწვდიდა მყიდველი. ისევ გაუმეორა, თუ რა თანხა უნდა მიეცა მისთვის. ეს კაცი ჩუმად იდგა გაუნძრევლად, თავი ოდნავ ჩაეხარა და მისი საოცარი თვალები რაღაც მიხმისკენ იმზირებოდა. ვინ იცის, როგორ ანგრევდა გამყიდველი ქალის ხმა მის სულს, როგორ უფათურებდა მის ტკივილიან სამყაროს ხელს და ასე უტიფრად აშიშვლებდა ყველას თვალწინ. მოლოდინის შემდეგ კაცმა უხერხულად უპასუხა, რაც ამ ხურდაში მომივა, მხოლოდ ის მომეცით. ვერ მოვითმინე, გული საოცრად მიცემდა, გრძნობდი შიმშილის სუნს, დაუუკებელ გრძნობას. არა მოალაგოთ, სწრაფადვე მივაძახე ქალბატონს, მე გადავიხდი. კაცი გაუგნებული მიმზერდა, შერცხვა, იუარა, თუმცა უხმო დაიხო, ის რაც სურდა. მადლობა გადამიხადა და გზას გაუყვა. დიდხანს გავაყოლე მზერა, თვალებს ვერ ვწყვეტდი. მერე საცხობისკენ მოვტრიალდი და დიდი ასოებით გამოკრუფულ ცელს მივაშტერდი. ძველი პური 50 თეთრად. ვიცოდი ამ პურს რისთვისაც ყიდულობდნენ, ძაღლებისთვის. თუმცა ვინ იცის, იქნებ ძაღლებისთვის კი არა, ადამიანები მისთვის ყიდულობდნენ. ამ სიტყვის მიღმა მოფარებულები. მერე ფიქრი გამექცა, საცხობის მეპატრონე წარმოვიდგინე. ამ ქალბატონსაც გავხედე და ამ ფუნთუშებსა და პურების მადის ამოძვრელად რომ გამოეფინათ, ალბათ რამდენს გადაყრედნენ, რომელსაც ვერ გაყიდნენ, ვინ იცის, ვერაფერი ამოვიკითხე ამათ თვალებში. აზრიც არ ქონდა, მოვტრიალდი და სახლისკენ წამოვედი. ისევ იმ კაცზე ვფიქრობდი. წვიმის წვეთები ვიგრძენი, წვიმას დაიწყო, ნაბიჯს ავუჩქარე და ერთმა ფიქრმა გამიელვა. საწყობის წინ ის კაცი ღმერთის სახით გამომეცხადა. მართლაც რომ ღმერთივით უბოროტო თვალები ქონდა ამ შიმშილ გაძაღლებულ ცხოვრებაში. წვიმამ უფრო უმატა, მეც ვუმატე ნაბიჯს, სახლისკენ მეჩქარებოდა. გისურვებთ, ეს წიგნი ჩვენგან სამახსოვროს თქვენ, სადაც შესულია რომ თქვენი მოსწავლეების ნამუშევრიც და როგორი გრძნობა, როდესაც თქვენი მოსწავლის ნაწერს ამდენი ადამიანი ნახავს. დიდი მადლობა პირველ რიგში. ძალიან დიდი სიხარულია, როდესაც ჩემი მოსწავლეები შემოქმედებით გზას მიყვებიან და ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მაგზნობინებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მე მათ წინაშე მაქვს.
მოდი გაგვიცანი. გამარჯობა, მე ვარ ელენე ბერიანიძე. რამდენი წლის ხარ? 11. როგორც ვიცი, ხატავ და წერ. როდიდან დაიწყე წერა და როდიდან დაიწყე ხატვა? ხატვა დავიწყე ძალიან პატარაობიდან. მიყვარდა ჩემი პროფესია. გრძნობდი, რომ ჩემი პროფესია იქნებოდა ხატვა, ასევე მუსიკა და პოეტობა. და წერაც დაახლოებით მაგ დროიდან დავიწყე. როგორ წერ, მუზა როდის მოდის და ასევე როგორ ხატავ? მაშინ მოდის მუზა, როდესაც სათაური მაფიქრდება ლექსის, შემდეგ ერთ წინადადებას გაიელვებ ჩემს გონებაში, შევდივარ ჩემს ოთახში, მშვიდ და წყნარ გარემოში, წერ ყველაფერს და თვითონვე მოდის აზრები. რა ფერებში გიყვარს ხატვა? თბილ ფერებში მიყვარს. სამომავლოდ რას აპირებ? სამომავლოდ მინდა რომ მუსიკოსი და მხატვარი გამოვიდე, ასევე პოეტი. ახლა კი წაგვიკითხე შენი რაიმე ჩანაწერი ან ლექსი. ამ ლექსს ქვია დედის ერთა გოგონა. დედის ერთობა მარგუნა ღმერთმა, მეს არ მომწონს მომაწვას სევდა. მინდა რომ მყავდეს და-ძმანი გვერდში, ერთად განვლიოთ სიცოცხლის დღენი. მაგრამ რას ვიზამთ ჩვენს ბედის წერას? ვერა ვერ შეცვლი ვერა. ცრემლ მერევა სევდა, მაგრამ მედიკო იქ წამიშჩნდება. რაც წირელე, რათა გაგვსევდა, გულში მიხუტებს მიქრება სევდა. შენ რა, არ იცი? ღმერთია შენთან, ნატრის თვალი ხომ ერთია დედა. ის ნატრის თვალი შენ ახარ დედა, არ დამანახო ცრემლების ცვენა. ღმერთს ყვარები ხარ ნატრის თვალებით და იმიტომ ხარ შენ დედის ერთა. ამ ლექსს ქვია ქარიშხალი. ქარიშხალი დანავარდობს დაჰქრის, შეაწუხა ჩემი ეზოს ვარდი, ევედრება დამანებე თავი, არ დაინდო წააქცია ლამის. ფურცელ სათითაო დაცლის, გააშიშვა მთლადეს ჩემი ვარდი. არ დაინდო არც კოკორი ვარდის, აუარა ჩაუარა დაჰქრის. ვარდთან მიველმივე ფერი კრძალვით, ავეფარე ავარიდე ქარი. ასე ვიდე გარინდულ დიდხანს, სანამ ქარი არ წავიდა მისგან. წარმატებებს გისურვებ და ეს წიგნი და პატარა საჩუქარი ჩვენგან სამახსოვროდ. მადლობა. და როგორი გრძნობაა, როდესაც შენს წიგნს ამდენი ადამიანი ნახავს? უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ეხლა ამ თქვენთან ვარ და უბრალოდ ძალიან მიხარია, ძალიან კარგი გრძნობაა, რომ სხვა ბავშვები წაიკითხავენ ჩემს ლექსებს და ასევე ისინიც დაწერენ. ახალი შანსი. მოგესალმებით, მე ვარ ნინი მუმლაძე, 11 წლის. როდიდან დაიწყე ხატვა? მე ხატვა დავიწყე 5 წლის ასაკში. როგორ ხატავ და მუზა როდის მოდის? მუზა მოდის სხვადასხვა სურათების ნახვის დროს. სამომავლოდ რას აპირებ? რომ გამოვიდე მხატვარი ან მოცეკვავე. ძირითადად რა ფერებში გიყვარს ხატვა? შემოდგომის ფერებში ხატვა. მიყვარს. ყველაზე მეტად დღის რომელ მონაკვეთში გიყვარს ხატვა? მე დღის დასაწყისში მიყვარს ნახატების ხატვა. შენი ნახატებით რაიმე წარმატებას თუ მიაღწიე და გქონია თუ არა რაიმე გამოფენა? გამოფენა არ მქონია, მაგრამ სურვილი მაქვს რომ მქონდეს. ვინ არის ის ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებაში წარმატების საფეხურზე გაყენებს? წარმატების საფეხურზე მაყენებს დედა. ვის გინდა რომ ამ გადაცემიდან მოკითხვა შეუთვალო? მე მინდა ამ გადაცემიდან მოკითხვა შეუთვალო ნინო მასწავლებელს. ეს წიგნი და პატარა სუვენირი სამახსოვროდ ჩვენგან შენ მადლობა. და როგორი გრძნობაა, როდესაც შენს ნახატებს ამდენი ადამიანი ნახავს? ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა. ახალი შანსი. მოდი გაგვიცანი. მე ვარ ანასტასია ქავთანაძე. რამდენი წლის ხარ? 10. როდიდან დაიწყე წერა? 6 წლიდან. როგორ წერ და მუზა როდის მოდის?
აი ხშირად ვწერ ძალიან და ანუ ხანდახან უყურებ ბუნებას და აი აზრი ძალიან მალე მეჩდება. სამომავლოდ რას აპირებ? მინდა რომ წერილი გამოვიდე. ახლა კი წაგვიკითხე შენი რაიმე ჩანაწერი ან ლექსი. სიზმარი. სად არიან სიზმრები, სად არიან ფიქრები? ვერ ვიპოვე სიზმრები, ვერ ვიპოვე ფიქრები. მათები გადმოვიარე, ვფიქრდები, ვჩერდები. სად არის სიზმრები, სად არიან ფიქრები? ციდან ჩან შემოდგომის ტყე, ტბიდან ჩან შემოდგომის ტყე, მზიდან ჩან შემოდგომის ტყე. შემოდგომის ტყეში შრიალებს ფოთლები. ავფრინდები ღრუბლებზე ჩამოვხედავ შემოდგომის ტყეს. ავფრინდები მზეზე ჩამოვხედავ შემოდგომის ტყეს. ავფრინდები ცაზე ჩამოვხედავ შემოდგომის ტყეს. მზიდან ჩან შემოდგომის ტყე. ეს წიგნი და პატარა სუვენირი ჩვენგან სამახსოვროდ შენ და როგორი გრძნობა, როდესაც შენს ჩანაწერს ამდენი ადამიანი წაიკითხავს და არის თუ არა ისეთი ადამიანი, ვინც სტიმულს გაძლევს, რომ უფრო მეტი ახალი ნაწარმოები დაწერო. ჩემი ქართულის მასწავლებელი და ჩემი ბებო. და ძალიან მიხარია, რომ წიგნში ვარ დაბეჭდილი. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. ახალი შანსი მოდი გაგვეცანი. მე ვარ ანა ფანჯიკიძე 8 წლის. როდიდან დაიწყე ხატვა? 3 წლიდან. როგორ ხატავ და მუზა როდის მოდის? მუზა მოდის იქიდან არ მინახავს რომ ვნახავ და ხატულს და უკარო მომეწონება. სამომავლოდ რას აპირებ? მასწავლებელი მინდა რომ გამოვიდე. და რა ფერებში გიყვარს ძირითადად ხატვა? თბილი ფერები. თავისუფალ დროს რას აკეთებ და ხატვის გარდა ისი კეთება გიყვარს? ლექსების კითხვა ლამაზად. ახალგაზრდა ბებო. ბებოა და შეხედეთ. მოკლე კაბებს ატარებს, მხოლოდ სილამაზისთვის თუ იკეთებს სათვალეს. თვალებს ისე იხატავს, მერმ მომწონს ძალიან. დადის გამო პრანჭული, თითქოს პატარძალია. ყველა ასე იძახის. რა ქალია, რა უქნა ვეღარ გავიგე, ბებოა თუ დაქალი. ეს არის ციცნობს ქიტიშვილის ლექსი. წარმატებებს გისურვებ და ეს წიგნი და პატარა სუვენირი ჩვენგან სამახსოვროდ შენ. და როგორი გრძნობაა, როდესაც შენი წიგნის ყდაზე არის ნახატი, შენივე შესრულებული და ამას ნახავს უამრავი ადამიანი. მე ძალიან მიხარია და ამას თუ ჩემი კლასელები ნახავენ და წაიკითხავენ ძალიან გამიხარდება. ახალი შანსი გამარჯობა, მე ვარ მია მაჭავარიანი და მე ძალიან მიყვარს ხატვა. რამდენი წლის ხარ? მე ვარ 17-ის. როდიდან დაიწყე ხატვა? მე დავიწყე ხატვა როგორც უმეტესი ბავშვი ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ სერიოზულად არ ხატავდი, სანამ 10 წლის არ გავხდი. რა ფერებში გიყვარს ძირითადად ხატვა? გონი ყველა. და რას აპირებ სამომავლოდ? მე მინდა რომ ანიმატორი გავხდე, მაგრამ ეგ თუ არ გამოვა გრაფიკული დიზაინერი. როგორ ხატავ და მუზა როდის მოდის? რადგან მე მინდა რომ ანიმატორი გავხდე, ჩემი მუზა ხშირად გამოდის ისა ანიმაციებიდან, ესე იგი მულტიმედია მოწერა, ასე ვთქვათ. ჩვენგან სამახსოვროდ ეს წიგნი და პატარა სუვენირი. მადლობა. და ასევე ვიცით რომ ხარ ახალი შანსის მონაწილე და მინდა რომ ხალხის წინაშე გადმოგცეთ ეს დიპლომები შენ. წარმატებებს გისურვებ. მადლობა ძალიან დიდი. ახალი შანსი მოდი გაგვეცანი. მე ვარ საბა გოგიძე, ცხოვრობ ცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, ვარ მე-11 კლასის მოსწავლე. რამდენი წლის ხარ? 17 წლის ვარ.
როდიდან დაიწყე ხატვა? ხატვა დავიწყე დაახლოებით 13-14 წელს ვიყავი და მის შემდეგ ძალიან შემოყვარდა ასე თქვა და დღემდე ვაკეთებ. რა ფერებში გიყვარს ძირითადად ხატვა? ლურჯი და მწვანე. როგორ ხატავ და მუზა როდის მოდის? როგორ მოდის მუზა და რაღაცა დავინახა ან ტყეში ვარ ან მინდორში, იქიდან უკვე მუზა მოდის ჩემთვის. სამომავლოდ რას აპირებ? სამომავლოდ ვაპირებ არქიტექტურაზე, მინდა ვერ ვისწავლო. როგორც ვიცი, ემზადები საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვისთვის და როგორ მიდის ეს მზადების პროცესი? საკმაოდ კარგად. ვაკეთებ პატარა ხელნაკეთ ნივთებს, დეკორაციებს და იმედია ხალხს მოეწონება ჩემი ხელნაკეთი ნივთები. ეს წიგნი და პატარა სუვარირი სამახსოვროს ჩვენგან. მადლობა დიდი. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. ახალი შანსი წიგნში აქ წარმოდგენილი მონაწილეების გარდა შესულია ელენე ვარდანაშვილი, აძვის საჯარო სკოლის მოსწავლე და მისი ნახატი ცხოვრება მავთულ ხლართებთან და ნინო ჩიტიშვილი, პატარა მეჯრისხევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე და მისი მოთხრობა შავად გავლებული მავთულ ხლართები. ასევე ანანო ვარდანაშვილი, აძვის საჯარო სკოლის მოსწავლე და მისი ნახატი არა მავთულ ხლართებს. წიგნში შესულია გიორგი ქენქაძე, რომელსაც ჩვენი მაყურებელი უკვე ძალიან კარგად იცნობს. იმედია, ეს გადაცემა იქნება სტიმული ბავშვებისთვის ცხოვრების დიდ გზაზე და როდესაც უკვე დიდ წიგნებში დაიბეჭდებიან, ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ ჩემთან ექნებათ. თქვენ კი წერეთ, ხატეთ, შექმნით ხელნაკეთი ნივთები. მოდით ჩვენთან და ერთად აღმოვაჩინოთ ახალი სახეები. მე მარიამ პატაშური ვარ და მიხარია რომ დებიუტი შედგა. ახალი შანსი